უნიკალური აღმოჩენა ეროვნული არქივის ძველ საბუთებში თამარ მეფის ქამრის ესკიზს მეაკვლიეს. ეს ნამუშევარი 1896 წელს ციცინო დადიანის მიერ აქსესუარის ორიგინალის მიხედვით არის შესრულებული. გადმოცემის მიხედვით ესკიზის ავტორმა მეფის კუთვნილ ქამარს სვანეთში აღმოჩენილ საგანძურში მიაგნო. უნიკალური ექსპონატის მიხედვით შექმნილი ერთადერთი ესკიზი და მისი ისტორია ნახეთ ლიზა წეკლაურის სიუჟეტში. აქ არის მითითებული, რომ ეს ზომები იმ ქამრისგან აღებულია ნატურალური ზომით, ნატურალური სიდიდის, ასე ვთქვათ. ეს ესკიზი პირველი დოკუმენტია, რომელიც თამარ მეფის ქამრის არსებობას ადასტურებს. ნახატზე გაკეთებული მინაწერით ირკვევა, რომ ესკიზი ორიგინალი ქამრის მიხედვითაა შექმნილი. ნამუშევარს ხელს ციცინო დადიანი აწერს. სადაც ხელს აწერს ციცინო დადიანი, იქ წერს, რომ ის ასრულებს ამ ქამარს საჯავახოში. მაგრამ ამის შემდეგ სხვა რაიმე ცნობა იმის შესახებ თუ სად წავიდა ის ქამარი, რომელსაც უწოდებენ თამარ მეფის ქამარს, არ ჩანს. ესკიზზე ქამრის ბალთის ნატურალური ზომებია დატანილი და აღწერს თუ როგორი იყო მეფე თამარის ქამარი. ნამუშევარზე გაკეთებული ავტორისეული მინაწერი კი საინტერესო ინფორმაციას ინახავს. აი ამ ესკიზზე არის მითითებული, რომ ეს ქამარი აღმოჩნდა სვანეთის გამოქვაბულებში, ესეთ გამოქვაბულში დაახლოებით 100 წლის წინ, ანუ მე-18 საუკუნეში დიდ განძეულობასთან ერთად. თუმცა ამ განძეულობის შესახებ ციცინო დადიანმა, ანუ ადამიანმა, რომელიც ამ ესკიზს აწერს ხელს, არაფერი იცის, თუმცა თამარ მეფის ქამრის შესახებ საკმაოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს. თამარ მეფის ქამრის მიხედვით შექმნილი ესკიზიდან ციცინო დადიანმა ახალი ქამარი გააკეთებინა. ქუთაისის მუზეუმში დაცული ექსპონატი ორიგინალი ქამრისგან ცოტათი განსხვავებულია, თუმცა ისიც ვერცხლისაა და ძვირფასი თვლებითაა გაფორმებული. ვერცხლის მასალისგანაა დამზადებული და შემდეგ არის ოქროთი დაფერილი და შემკულია სხვადასხვა ქვებით, ძვირფასი და ნახევარძვირფასი ქვებით. იგი მუზეუმში შემოსული 1933 წელს კერძო პირისაგან შეიძინა მუზეუმმა. ეს გახლავთ ციცინო ერისთავი. ეს იყო სავარაუდოდ ვარლამ ერისთავის მეუღლე, ბესარიონ დადიანის ქალიშვილი, მისი ვაჟიშვილი იყო ასევე მიხეილ ერისთავი. და დაახლოებით 1933 წლისათვის ის არის ქუთაისში, ცხოვრობს ქუთაისში და აბარებს კიდევაც თავის ქამრის ბალთას ქუთაისის მუზეუმს. ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც თამარ მეფის ორიგინალი ქამრის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას იძლევა, ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტების კვლევისას აღმოაჩინეს. უნიკალური ესკიზი არქივში სხვა მნიშვნელოვან ნამუშევრებს შორის ინახება.